დღეს გადაცემა ექიმებში გაიგებთ, როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახი ღორის გრიპისგან. ექიმებო მირჩიეთ, როგორ დავიცვათ თავი ამ საშინელი ორი კვირა გაციებული. ქვეყნის პირველი ექიმი დავით სერგეენკო ვირუსთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ კითხვებს პასუხობს. აქ არის რამოდენიმე მარტივი, მაგრამ ესეთი ეფექტური ნაბიჯები. დაუძახეთ ეკრანებთან ბებიებსა და ბაბუებს. 2 მაისს გავხდები 80 აღარამდენის. პროფესიონალისტ რჩევები ჩვენი ყველაზე ხანდაზმული მაყურებლისთვის. აქ გვაქვს ყველა ის საკვები, მაგალითად წარმოდგენილი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ხანდაზმული პაციენტებისათვის. როდესაც დიაგნოზი არის კიბო. ადამიანი, რომელმაც საკვერცხის სიმსივნეს ბრძოლა გამოუცხადა. გავიაზე რომ უბრალოდ უნდა მიბრძოლა ამ დაავადებასთან. I'm starting with the man in the mirror. I'm asking him to change his way. გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო, დათო და ლევანი თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე ვისაუბრებთ. ეს პირბადე ბოლო რამოდენიმე კვირაა აფთიაქში ყველაზე მოთხოვნადი ნივთი გახდა. სასწრაფო დახმარების ცენტრი გამოძახებებს ვერ აუდის, საინფორმაციო გამოშვებების ერთ-ერთი მთავარი თემა და ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო მოვლენა საქართველოში ღორის გრიპის სახელით ცნობილი H1N1 ვირუსია. ბევრ მშობელს ეშინია და ბავშვებს სკოლასა და ბაღებში აღარ უშვებს. გრიპის ნებისმიერი სიმპტომი მათში ძლიერ შიშს იწვევს. დაბალ სიცხეზეც კი სასწრაფოს ეძახიან ხოლმე, რომ გართულებებისგან თავი დაიზღვიან. უამრავი ადამიანი მოგმართავს პირადად ჩვენს ექიმების Facebook-ის გვერდზე ყოველდღიურად ვიღებთ თქვენს წერილებს. ყველა გვეკითხება, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ გრიპი არ დაემართოთ. ექიმებო მირჩიეთ, როგორ დავიცვათ თავი ამ საშინელი ორი კვირა გაციებული. ჩემს 4 შვილს მაღალი სიცხეა. შეგიძლიათ H1N1 სიმპტომები აგვიხსნათ და როგორ გავარჩიოთ ჩვეულებრივი გრიპისგან. ასევე ბევრს აინტერესებს იცის თუ რატომ ქვია ამ ვირუსს ღორის გრიპი. მოდი აგიხსნით ამ ყველაფერს ჩვენი გრაფიკის დახმარებით. ღორის გრიპი პირველად გამოვლინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2009 წელს. ვირუსი შეეყარა 5 წლის ბიჭს. ვირუსის შესწავლის დროს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ვირუსის გენები ძალიან გავდა ვირუსს, რომელიც ამერიკაში ღორებისთვის იყო დამახასიათებელი. იმ დროს მიიჩნეოდა, რომ ეს ვირუსი მხოლოდ ღორიდან ღორზე გადადიოდა და არ შეიძლებოდა ის ადამიანზე გავრცელებულიყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ვირუსმა განიცადა მუტაცია და ადამიანებს შორისაც ფართოდ გავრცელდა. და მიიღო სეზონური გრიპის ხასიათი. ვიცით, რომ თქვენ ყველას ეგრეთ წოდებულ ღორის გრიპთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა გაქვთ. გაინტერესებთ, როგორ დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები. დღეს ჩვენი მაყურებლის ყველაზე საინტერესო შეკითხვებს ქვეყნის მთავარი ექიმი გასცემს პასუხს. მივესალმოთ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო. გამარჯობა ბატონო დავით. დიდი მადლობა, რომ კვლავ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ბახმაროს წყალს შემოგთავაზებთ ტრადიციულად. ამან შეიძლება ვირუსისგან ვერ დაგვიცვას, თუმცა სითხის მიღება ჩვენ ვიცით, რომ განციების და გრიპის დროს ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონო დავით, გრიპის ვირუსი ყოველ ზამთარს გვიტევს ხოლმე და ამას თითქოს შეჩვეულებიც ავართ, მაგრამ ყოველთვის ამას ძალიან დიდი აჟიოტაჟი ახლავს ხოლმე მოსახლეობაში და ძალიან სერიოზული შიშები იწყება ხოლმე ამასთან დაკავშირებით. ალბათ ეს იმით არის განპირობებული, რომ ეს H1N1 ვირუსის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა სამწუხაროდ უკვე ჩვენ ქვეყანაში. პირველ რიგში მთავარი რაც გვაინტერესებს, რა ვითარება ამ დროისთვის, არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი ეპიდემიასთან დაკავშირებით. თავიდანვე ვიტყვი, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ის რომ მოსახლეობას კითხვები უჩნდება ამასთან დაკავშირებით, ეს რა თქმა უნდა ნორმალური არის. ყოველ სეზონზე გვაქვს ეს გრიპის ვირუსი. საქმე იმაშია, რომ ბოლო წლებში ამოცნობა და ზუსტი იდენტიფიკაცია გაიზარდა, თორე ადრე ეს ყოველთვის იყო, რაც არის მონაცემები ალბათ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ასე რომ ამაში რამე საგანგაშო ნამდვილად არ არის. 2009-ში მართლაც იყო ეპიდემია, თუმცა ეხლა გვაქვს იგივე სურათი, რაც ჰქონდა შარშან და შარშანწინ. ბატონო, ჩვენ მინდოდა რომ მაყურებელს ქონდა საშუალება პირადად დაესვა თქვენთვის კითხვები. ჩვენ ჟურნალისტი გავიდა ქუჩაში და მოაგროვა ყველა ის შეკითხვა, რაც დღეს ძირითადად აინტერესებთ ხალხს. თუ შეიძლება მოვისმინოთ პირველი შეკითხვა. როდესაც ვარავად, როგორ უნდა მივხვდეთ ეს ღორის გრიპია თუ ჩვეულებრივი ვირუსი? პირველი და მთავარი ის, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს H1N1, ანუ ნახსენები როგორც ღორის გრიპი თუ გრიპის რომელიმე სხვა გამომწვევი. და როგორ უნდა განვსხვაოთ, ეს არის დაუშვათ
როგორც მოიხსენებენ, უბრალოდ გაციება თუ გრიპი. გაციებისგან განსხვავებით, რომელიც ნაბიჯ ნელ-ნელა იწყება და მისი სიმპტომები ტემპერატურა, საერთო სისუსტე, სახსრებისა თავის ტკივილი ვითარდება ეტაპობრივად დღეების განმავლობაში. გრიპის დროს არ აქვს მნიშვნელობა ეს H1N1 თუ რომელიმე სხვა. სიმპტომატიკა იწყება ძალიან სწრაფად და რამოდენიმე საათში გვაქვს ცხელება, რაც ნიშნავს ბავშვებისთვის 38.5-ზე უფრო მაღალს, მოზრდილებისთვის 39-ზე უფრო მაღალს და ამას თან ახლავს მოწამული, ასე ვთქვათ, ნიშნები. საერთო სისუსტე, ძლიერი თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება და ეს არის იმისი მაჩვენებელი, რომ ჩვენ გვაქვს გრიპი. ამ დროს არის ჩვეულებრივი გაციების სიმპტომების პლუს ყელის ტკივილი და სურდო. ტერმინი საერთოდ გაციება მე მგონი ძალიან ცუდ საქმეს აკეთებს, ამიტომ რომ რატომღაც ასოცირდება ეს ყველაფერი დაბალ ტემპერატურას, ან ფანჯრებს სასწრაფოდ კეტავენ, რომ ბავშვი არ გაცივდეს. მე პირიქით უეუნები ხოლმე ჩემი პაციენტებს შობლებს, რომ გააღეთ რაც შეიძლება ხშირად ფანჯრები და გაანიავეთ ეს დახურული ოთახები, იმიტომ რომ გაცივდება ზუსტად იქ ბავშვი, სადაც არის დახურული სივრცე და სადაც სუფთა ჰაერი არ შემოდის. ახლა თქვენ გამოცდილი ბატონები ბრძანდებით ბავშვებთან ურთიერთობაში და 39 სიცხენი თბილად ჩაცმული ბავშვი რამდენი გინახავთ? ახლა უცებ გაიხსენეთ. ძალიან ბევრი სამწუხაროდ და ვცდილობდი რომ ამეხსნა ყოველთვის მშობლებისთვის, რომ ეს უარესი არის. გაციება ესეთი ტერმინი უფრო არის, ვიდრე მისი ფიზიკური შინაარსი, რადგანაც ეს არის ზედასასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, რომელსაც სიცივესთან და სითბოსთან მაინდა-მაინც პირდაპირ კავშირი არ აქვს. მოვიცინოთ შემდეგი შეკითხვა, თუ რა ინტერესებს მაყურებელს? ძალიან მაინტერესებს ტემპერატურის რა ზომაზე უნდა მიმართოს ადამიანმა სასწრაფო დახმარებას. ძალიან საინტერესო იქნება თუ გაგვცემთ ამაზე პასუხს. პირველ რიგში ის, რომ ტემპერატურა არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია ასეთი ტიპის ინფექციების დროს, ანუ ტემპერატურას ასეთი აგრესიული ბრძოლა არ ჭირდება პირიქით. ზომიერი და კერძოდ ბავშვებში 38.5-მდე და მოზრდილებში 39-მდე უფრო მეტ შანსს აძლევს ორგანიზმს, რომ სწრაფად გაუმკლავდეს ამ ინფექციას. მეორე ნაწილი ის, რომ თუ 38.5-ზე მეტია ერთი დღე-ღამის განმავლობაში ბავშვებში, ამ მოზრდილებში 39-ზე მეტი, ასეთ შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართონ, ოღონდ არა სასწრაფოს ექიმს. სასწრაფო დახმარების ექიმები არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, ოღონდ მომზადებული სულ სხვა ტიპის დაავადებების მართვაში, როგორც არის კრიტიკული მდგომარეობები, უბედური შემთხვევები, ინფარქტი, ინსულტი და ასე შემდეგ. სიცხის და ვირუსული ინფექციების და გრიპის მართვის სპეციალისტები არიან პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ექიმი ინფექციონისტები, მაგრამ ოჯახის ექიმები, პედიატრი, თერაპევტი და ოჯახის ექიმი. თუ მოხდა ისე, რომ ოჯახის ექიმთან წასვლას ან ოჯახის ექიმის გამოძახებას ამჯობინეს სასწრაფოში დარეკვა, 112 სადისპეჩერო მზად არის, იქ უკვე მოქმედებს მესამე რამოდენიმე დღე არის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც მას სწორად განუსაზღვრავენ და შეიძლება ურჩიონ მისვლა ოჯახის ექიმის ცენტრში, რომელიც უკვე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, ან ოჯახის ექიმი გააგზავნონ მასთან გამოძახებაზე. ანუ პირველი კომუნიკაცია თუ რატომღაც გადაწყვეტავს, რომ თავის ოჯახის ექიმთან არ მივიდეს, ეს არის 112-ის სადისპეჩერო. ერთი ინფორმაცია მინდა გაგიმარტოთ ქვეყნის მთავარ ექიმთან ერთად, როგორც უწოდებს ხოლმე. სასწრაფოთი კლინიკაში მოსვლა არანაირად არ ცვლის დაფინანსების წყაროს მოპოვებას. რატომღაც ეს არის გავრცელებული გაუგებრობა, რომ აი სასწრაფოთი თუ მივედი, მაშინ რაღაც განსხვავებულ სერვისებს მივიღებ და ეს არის უბრალოდ სასწრაფოს მოცდენა. იმ სერვისებს მიიღებს აბსოლუტურად იგივეს და უფრო მეტიც ზოგჯერ არის ხოლმე, როდესაც უკვე დაგეგმილი აქვს და დაფინანსებული აქვს გეგმიური ოპერაცია პაციენტს, აუცილებლად თulis რომ მაინდა-მაინც სასწრაფოთი მივიდეს. ეს არის გაუმართლებელი ლოგიკა ამაში არ არის და ერთ-ერთ შედეგს რასაც ვიღებთ, რომ ვისაც რეალურად ჭირდება დახმარება, ის იღებს დაგვიანებით, ამიტომ. ბატონ დავით, თუ შეიძლება რჩევა მივცეთ იმ ადამიანებს, რა ქნან იმ ერთი დღის განმავლობაში სიმპტომების შესამსუბუქებლად, აი ამ მაღალი ტემპერატურის დროს, ვიდრე მიმართავენ შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმს. სახლის პირობებში რა შეიძლება გააკეთონ ესეთ დროს? კი, აქ არის რამოდენიმე მარტივი, მაგრამ ესეთი ეფექტური ნაბიჯები. პირველი ის, რომ ადამიანს წყალი ისედაც ჭირდება და სიცხის დროს სითხის დანაკარგი და შესაბამისად მოთხოვნილება იზრდება ჯერადობით. ამიტომ აი თავის ტკივილის სიცხის დროს ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი არის სწორედ გაუწყლოება. პირველ რიგში უნდა სვას დიდი რაოდენობით სითხეები. როგორც წესი პაციენტებში ხშირად ეს პროტესტს იწვევს, რომ როგორ მე ავათვარ და მჭირდება წამალი და არა წყალი. არსებობს უფრო ეფექტური და მნიშვნელოვანი წამალი, ვიდრე სითხეების ადეკვატური მიღება. შემდეგი ეს არის, რომ თუ არის ცხელება და ან ძლიერი ტკივილი თავის ან სახსრების, ესეთ შემთხვევაში უნდა მიიღონ
ანთების საწინააღმდეგოდ ტკივილგამოყუჩებელი პრეპარატები. ეს არის პარაცეტამოლი, იბუპროფენი და ასე შემდეგ. ხშირად არის რომ ბავშვებში რომ აი დაუშვათ იქ ანალგინი და დიმედროლის ნემსები ხო არ გაუკეთო. არა, უბრალოდ არა, 15 წლამდე ასაკში ანალგინს საერთოდ ნუ გამოიყენებენ. შემდეგი ეს არის რომ ნაკლები დატვირთვა მიცემთ ორგანიზმს და აი ეს საბაზო რეკომენდაციებია. თუ სუნთქვის გაძლება აქვს სურდოს გამო შეუძლია მარტივად ფიზიოლოგიური ხსნარი ჩაეწვეთოს. კიდევ ერთი ძალიან ესეთი პოპულარული მეთოდი არის გადასხმა. აუცილებლად კითხავენ ხოლმე ექიმს რომ გადასხმები ხო არ გავიკეთოთ. აბსოლუტურად იგივე წარმატებით შეიძლება დავლიოთ ის წყალი და თუნდაც მინერალური წყალი და მივიღოთ ის სითხის რაოდენობა, რომელიც შეიძლება ასე ვთქვათ გადასხმით მივიღოთ. ეს გავრცელებული გაუგებრობა არის, გადასხმა არის იმ სითხის და ელექტროლიტების მიღება, ოღონდ კუჭნასლავის სისტემის გავლის გარეშე. ჩვენება აქვს თავისი ამ გადასხმებს და ერთ-ერთი არის სითხეების მიღების შეუძლებლობა. მაგალითად, როდესაც არის ღებინება ძლიერი, როდესაც ვერ ღებულობენ ამ სითხეებს, ან როდესაც არის ცხადია უგონო მდგომარეობა. მოდით ახლა შევამოწმოთ ჩვენი აუდიტორია რამდენად არის H1N1-თან დაკავშირებით ინფორმირებული. ნიშნულები მოამზადეთ და შეკითხვას დაგისვამთ. შეკითხვა ასეთია: მითია თუ რეალობა, რომ ღორის გრიპი შეიძლება დაგვემართოს ღორის, ხორცის, ჭამის ან ნირთმევის შედეგად? და რა თქმა უნდა, ეს არის მითი, ჩვენ დღევანდელ გადაცემაში ამაზე უნდა გვეხუმრა, იმიტომ რომ არც ისეთ ცუდად არის მდგომარეობა. ღორის ხორცი მივირთვათ, ეს არის მითი, ღორის ხორცის მირთმევით ღორის გრიპი არ გვემართება. ცოტა ხანში ექიმებში ხანდაზმულთა მედიცინა. ანუ მოხუცი ესე იკითხება, ძალიან ძლიერ მოქმედი წამლები, უნდა ძალიან ფრთხილად იყოთ და მოვერიდოთ. კიდევ გვაქვს მაყურებლის შეკითხვები, ბატონ დავით, მოვისმინოთ თუ შეიძლება შემდეგი შეკითხვა. ერთით შეკითხვა მაქვს, მეგობარი არის 2 თვის ფეხმძიმე, მას შეხვდა ეს ვირუსი, რაც ახლა გავრცელებული არის საქართველოში და მაინტერესებს, არის თუ არა ეს ვირუსი საშიში ნაყოფისათვის. ორსულობა ერთ-ერთი, მოდით ასე ვთქვათ, ზომიერი რისკ ფაქტორი არის საერთოდ გრიპის დროს. ამიტომ ორსულებს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება ჭირდებათ ასეთ შემთხვევაში. ეს გამოიხატება ისევ და ისევ ექიმთან ვიზიტში და წინასწარ ვთქვა, ასეთ შემთხვევებში როგორც წესი ექიმი უკვე გამოუწერს ხოლმე ანტივირუსულ მკურნალობას. იმისათვის რომ ნაყოფი იყოს დაცული ალბათ და დიახ, იმისათვის რომ თავი დავიცვათ გართულებებისგან, იმისათვის რომ თავი დავიცვათ მაღალი სიმძიმით მიმდინარეობისგან და რა თქმა უნდა პირველ რიგში დედა და ბავშვი იყვნენ დაცულები. როგორც ჩვენი მაყურებელი მიხვდა, ეხლა ორსულებიც მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფს. კიდევ ვინ შედის მაღალი რისკის ჯგუფში აი ამ ვირუსთან დაკავშირებით? ეს არის ბავშვები, ეს არის ხანდაზმულები, ეს არის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, ანუ პაციენტები, რომელსაც აქვს დაავადება, რომლის გამოც სულ ჭირდებათ მკურნალობა. ეს არიან პაციენტები, რომელსაც ჭირდებათ მაგალითად დიალიზი თირკმლის უკმარისობის გამო. ამ შემთხვევაში ფონური დაავადებებია ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც შემდგომ გართულებები ვითარდება ამ ვირუსული ინფექციის არსებობისას, ანუ ვირუსი, თანმხლები დაავადება და სამწუხაროდ ზოგ შემთხვევაში მთავრდება ეს ლეტალურად. ამიტომ ამ ტიპის პაციენტებს, ვისაც აქვს თანმხლები რთული ან ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები, ყოველთვის მეტად უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ არსებული ვირუსისადმი. საკუთრივ ვირუსი თავისი, ასე ვთქვათ, მოქმედების მექანიზმებით იშვიათად იწვევს ფატალურ გართულებას, უბრალოდ ხდება ისე, რომ თანამდები ქრონიკული დაავადებები უფრო რთულდება ამ დროს და სწორედ აი მათი გართულებების გამო დგება ხოლმე იშვიათად, საბედნიეროდ, ძალიან იშვიათად ფატალური გართულება. და ბოლო შეკითხვაც მოვისმინოთ მაყურებლის თუ შეიძლება. თუ ოჯახის ერთ-ერთი წევრს აქვს ღორის გრიპი, როგორ დავიცვათ დანარჩენებმა თავი რომ არ შეგვხვდეს ჩვენს? ასეთ შემთხვევებში რაიმე იზოლაციაში მოქცევა არ არის საჭირო ამ ოჯახის წევრის. პირველი ის რომ უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ეს ტიპი არის აერთწვეთოვანი გზით გადამცემი და შესაბამისად ნიღაბი ძალიან ეფექტური დაცვა, არა 100%-იანი, მაგრამ მაღალი ეფექტურობის დაცვა არის, ნიღბის ტარება და მეორე, რასაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, რომ ხელები არის ყველაზე უფრო საშიში გადამტანი ამ ინფექციის. მაგალითად, თუ დახველების ან დაცემინების დროს ინფექციის შემცველი ნაწილაკების გაფრქვევა ხდება რამოდენიმე მეტრზე და 10 წამზე ნაკლებ პერიოდში სრულად ინაქტივირდება ჰაერში, კარგავს, უბრალოდ იხოცებიან ეს ვირუსები. მყარი ზედაპირები შეიძლება 2 საათის განმავლობაში ინახავდნენ ამ ვირუსებს, ხოლო ხელი, როგორც ესეთი რელიეფური ქსოვილი პლუს თბილი, არის როგორც თერმოსტატი, რომელსაც შეუძლია 6-დან 8 საათამდე შეინახოს ეს ვირუსი. ამიტომ ხელების დამუშავება არის, ისეთივე მნიშვნელოვანი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, როგორც ნიღბის ტარება. ესე ბატონო დავით, რამდენჯერაც ჩვენთან გადაცემაში ბრძანდებოდით სტუმრად, მე და თქვენ გასტრონომიას და ალკოჰოლს ვერ ავწვდით. გადავიდეთ მარჯვნივ და ნახოთ სახლის პირობებში რა შეიძლება
ბატონო დავით, აქ გვაქვს წარმოდგენილი საოჯახო პროდუქტები და ნივთები, ესენი შეიძლება ყველასთან იყოს სახლში და აქედან რა შეიძლება გამოგვადგეს? პირველი, როგორც თქვენ დააღნიშნეთ, პირბადე. მათი ტარება აუცილებელია თუ კი ვირუსი გვაქვს, ან თუ ჩვენს ირგვლივ აქვს ვირუსი ვინმეს. პირველი ეს 100%-იანი დაცვა ზოგადად რთული წარმოსადგენი არის. ითვლება, რომ სპეციალური კლასის რესპირატორებში 95%-იანი დაცვა არის, ამ ტიპის ნიღბებში ალბათ სადღაც 80-90 შეგვიძლია ესე ჩავთვალოთ. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ხშირად და სამწუხაროდ ხანდახან ჩვენი კოლეგების ნიღაბს ატარებენ აი ასე. ეს არ შეიძლება არსად და არასოდეს. ნიღბის დამაგრება ზედა ნაწილში აქვს ასეთი მეტალის ფირფიტა, რომელიც ერგება ცხვირს და ნიღბის დამაგრება ხდება ასე. უნდა გავიმაგროთ აი ასე და არა ასე. 100%-იანი დაცვა არ არსებობს, მაგრამ 80%-ით საკმაოდ დიდი მაჩვენებელია სწორად მორგებული ნიღბის შემთხვევაში. კიდევ რა შეიძლება აი პრევენციისთვის ოჯახის პირობებში რა შეიძლება მოვიხმაროთ, აი რას გვეტყვით ალკოჰოლზე, ანუ არაყზე. ალბათ ჯობია რომ ალკოჰოლით კურნალობაზე დაავადების მიმდინარეობის დროს თავი შევიკავოთ. ეხლა აი პირობითად რა ჩვენ გვაქვს ამ მაგიდაზე შეგვიძლია დავყოთ სამ ნაწილად. ერთი არის ნიღაბი, მეორე არის აი ხედავ აქ არის ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელიც შეიძლება ცხვირიდან სუნთქვის გაზნელების სურდოს დროს ძალიან ეფექტური იყოს. თუ ექიმის ჩვენება არ არის სიზარღვის შემავიწროებლების თვითნებურად ჩაწვეთებას ჯობია თავი მოარიდოთ და რაც შეეხება იმ პროდუქტებს, რომელიც არის. ზოგადად ჯანსაღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ნებისმიერი დაავადების დროს, მათ შორის ამ შემთხვევაში. გრიპის დროს გვაქვს რა, უკარგავთ სითხეს, რომელსაც ჭირდება აღდგენა და რომელიც შეიძლება იგივე წვენების სახით, ჩვეულებრივი წყლის სახით ან ჩაის სახით იყოს. მეორე ის, რომ არის ძლიერი უმადობა, რაც კუჭნაწლავის მოქმედებას ხელს უშლის სერიოზულად, ამიტომ უჯრედისით მდიდარი საკვები ჭირდება და ესეთი არის ბოსტნეული, ესეთი არის ბურღულეული. თუ ადამიანი ნორმალურად იკვებება, რაიმე განსაკუთრებული ექსტრა რაოდენობის C ვიტამინის მიწოდებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, რახან ითვლება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გარკვეულ პროდუქტებში, როგორიც არის ციტრუსები, როგორიც არის იგივე წვენი, თუ ეს ახალგაწვრული წვენია, C ვიტამინის, დიდი რაოდენობა არის, რომელიც, თუ რადიკალურ დრამატულ დადებით ცვლილებებს არ შეიტანს, ყოველ შემთხვევაში წყენით არ გვაწყენს. ამოცანა არის, რომ საკვები პროდუქტები იყოს უჯრედისით მდიდარი, რომ უზრუნველყოს კუჭნაწლავის ნორმალური მოქმედება, კარგია თუ ვიტამინებითაც მდიდარი იქნება და, რაც მთავარია, სითხეები. ასევე არის ნიორი და ხახვის შემადგენელი ეგრეთ წოდებული ფიტონციდები, რომლებიც ითვლება, რომ ამ ანტიბაქტერიული, ანტივირუსული მოქმედება აქვს. ამაზეც მეცნიერული მტკიცებულებები არ არის, თუმცა, კი ბატონო, უფრო ალბათ გემოვნების საკითხია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გემოვნების საკითხია, მაგრამ აი ძალიან ისეთ ქართულს და მნიშვნელობას რო არ შევეხოთ, როგორიც არის ჩვენი ცნობილი ნიორი და განსაკუთრებით ამ ბოლო დღეებში ნიორი და არაყი გაგიგია და ალბათ ზოგი ყლაპავს, ზოგი რაღაცა სხვადასხვა ფორმით. მე მინახავს, მართლა მინახავს ცხვირში გაკეთებული, ანუ არღირს დამწრობას გამოიწვევს, არც ისე კარგი სუნი იქნება და დიდად ვერაფრით ვერ ისიამოვნებს. ასევე მინახავს არაყში ძალიან დიდი რაოდენობით შავი დაფქვილი წიწაკა. ეს პრევენციის მიზნით, კურნალობის დროს არ ახმაგდენი იციან. სიმპტომური მოქმედება აქვს, როდესაც ამცივნებ ხოლმე, როცა ტემპერატურა მატულობს, ეს სიზარღვებს აფართოებს და აი გათბობის შეგრძნებას იწვევს. წეღან ისე მოემზადეთ, მე მეგონა უკვე აქვე. არსებობს ვარაუდი, რომ თებერვლის თვეში ღორის გრიპით დაინფიცირებულთა რიცხვმა შესაძლოა კიდევ მოიმატოს. თქვენი პროგნოზი როგორია ამ შემთხვევაში, რამე განსაკუთრებულ ცვლილებებს ხომ არ ველოდებით სტატისტიკურად და როგორ ფიქრობთ, მომდევნო კვირები უფრო მძიმე იქნება ამ თვალსაზრისით? სეზონური გრიპი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო კარგად შესწავლილი დაავადება არის საერთოდ მედიცინის ისტორიაში. არსებობს ძალიან ზუსტი მიმართულებები ეპიდემიოლოგიაში, ჩვენ გვყავს ასეთ სპეციალისტები, რომელთაც ეგრეთ წოდებული აი წინასწარ გამსაზღვრელი ინდექსების მიხედვით ისინი არ ელოდებიან ეპიდემიას როგორც ასეთს, არამედ ავადობის საერთო ფონი მოსალოდნელია, რომ იყოს ისეთივე, როგორც იყო შარშან და შარშანწინ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, მე მგონი ამ უწურავი პასუხები მივიღეთ ყველა შეკითხვაზე, ჩვენს და ჩვენმა მაყურებელმაც. მაყურებელს კი მივმართოთ, პანიკის საფუძველი რეალურად არ არსებობს, თუმცა არსებობს მიზეზები იმისთვის, რომ იყოთ ფრთხილად, დაიცავით ჰიგიენის შესაბამისი წესები, გაითვალისწინეთ ყველა ის წესები, რაც დღეს მოისმინეთ და იქნებით ჯანმრთელები ნამდვილად.
ბიჭებო, როგორ გონიათ, ვინ არიან დედამიწაზე ყველაზე საყვარელი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ყველა სურვილს გვისრულებენ? მე ვფიქრობ და მე მგონი მთელი დარბაზი დაგვეთანხმება, რომ ესენი არიან ბებიები და ბაბუები. როგორც წესი ბებიები ძალიან მზრუნველები არიან. აი მაგალითად ჩემი სულ ცდილობს ხოლმე რომ ჩემ შვილებს განსაკუთრებული კერძი მოუმზადოს. სულ იმას დარდობს რომ ძალიან არ დაიღალონ, სულ გონია რომ გამხდრები არიან და აბა მეტი და ასევე მეორე ბებიაც რა თქმა უნდა. ბებიებს რატომღაც უეჩვენებათ რომ შვილიშვილები მშივრები არიან. გამხდრები. ცნობილი ფაქტია რომ იმ ბავშვებს რომლებიც ბებიებისგან მოშორებით ცხოვრობენ, ბებიებთან არდადეგების გატარება გასუქების ფასად უჯდებათ ხოლმე. აი ეს არის ის ცნობილი სიტუაცია, რომელიც შეგვიძლია ახლა ეკრანზე ვნახოთ, ბებიასთან სტუმრობამდე და სტუმრობის შემდეგ. განსხვავებას თქვენ თონას ამჩნევთ და ბებიების და ბაბუების პენსიის აღება ვისუხარია ხოლმე. ნახევარი რომ თქვენ გშებათ ხოლმე ჯიბეში. მოკლედ, ბებიები და ბაბუები ყველას ძალიან გვიყვარს, რა თქმა უნდა, სანამ შეუძლიათ ისინი სულ ჩვენზე ზრუნავენ, მაგრამ დგება ხოლმე დრო, როდესაც ისინი ძალიან მოხუცდებიან, სუსტდებიან და პირიქით ჩვენგან სჭირდებათ ზრუნვა. ზუსტად მათთვის მედიცინაში სპეციალური მიმართულებაც არსებობს. ამ მიმართულებას ჰქვია გერიატრია და ხანდაზმულ პაციენტებზე ზრუნვას გულისხმობს. ყველა ვინც 65 წელს ზემოთ არის გერიატრიული პაციენტია. ერთი ასეთი პაციენტი ჩვენთან დღეს სტუმრად მოვიდა. თქვენ მას ყველა ძალიან კარგად იცნობთ და გიყვართ. მიესალმეთ მსახიობი თამარ ცხირტლაძე. გამარჯობა, ძალიან სიამოვნებს თქვენთან შეხვედრა. მაგრამ თქვენი მოსტუმრობა. უკეთრად რაღაცა თქვენ თქვით მგონი რაღაც ისე მომესმა, შეიძლება რომ 60 წლის ზევით გადაცემა. 65. მაშინ მე წავალ, იმიტომ რომ 80-ის ზევით რო დაიწყებთ, მე მოვალ. 60 წლის ვიყო ახლა და აქ არავინ არ გვისმენს და თქვენთან დასამალი ექიმს როგორ უნდა დაუმალო. 2 მაისს გავხდები 80 აბა რამდენის? 1-ის. 2 მაისს გეპატიჟებით, სადა თეატრში ალბათ. 80 ჩვენ გვაქვს რესტორანში გვეპატიჟებოდეთ. მე რესტორანში წავალ, აბა როგორ? 86-ის. მაგრამ ჯერჯერობით მუშაობ ისევე როგორც მუშაობდი აქ. ეს ჩვენ ვიცით, თვალს გადევნებთ და დღემდე გახართ სცენაზე აქტიურად. ხანაირად მოვკვდები ნამდვილად. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ შეიძლება. ჩვენ შემიძლია გამოიყურებთ ალბათ თამარ ნამდვილად და დარწმუნებული ვარ ამაში თქვენ წყალი გეხმარებათ, ამიტომ კიდევ ერთი ჭიქა შეგიძლიათ მიირთვათ. შრომის გარეშე ძალიან ძნელია. ერთი კია, იცით, უნდა აკეთებდე იმას, რაც ძალიან გიყვარს. პირველი რჩევა თქვენგან უკვე მაყურებელს ჩვენ მივეცით, ეს არის საყვარელი შრომით მაქსიმალურად დიდხანს დაკავება და ამ საქმის არ გასაკვირველია, უშრომლად და თუ არაფერს არ აკეთებ და არაფერს არ წარმოადგენ, ძალიან ძნელია. გეთანხმებით ქალბატონო თამარ, ნამდვილად ეს კარგი რჩევაა ჩვენი მაყურებლისთვის, თქვენი ასაკი უკვე ჩვენთვის აიდუმლო აღარ არის, თქვენ თვითონ გათქვით. გითხართ მარტო კი არა ჩვენ სხვას არავის არ ვეცით თქვენი საყვარელი საქმე რო გაგვდოთ თქვენი საყვარელი პროფესია რომ მოშის იხარჯებით ესეც ვიცით და ამ ასაკში მაინც წარმოუდგენელია რომ რაღაცა მაინც არ აწუხებდეს ადამიანს აი რა არის ის რაც თქვენთვის არის თქვა მტკივნეული წერტილი ამ ასაკში რა ყველაფერი გაწუხებს მაწუხებს ახლა თქვა ყველაფერი სირცხვილია როგორ ავთქვა 86 წლის ქალი ვამბობ რომ ეწევი პაპიროს მე უფრო უკეთესად გამოვიყურებოდე იქნება მართლა რო არ ვეწეოდე ეს არის დამანგრეველი აი ეს არის ჩემი დიდი დანაშაული ჩემ ორგანიზმს თუ ბოდიშს უხდი რა ამის გამო ვეღარ ვეწევი ისეთ აქტიური და დილით გამოსულა რაღაცა იმის გამო რომ მალა მქონდა გატეხილი ეხლა საქვეყნოთ როგორ გამოვაცხობ გივი ბერიკაშვილმა გამიტეხა ადგება რაღაცა სწორ ჯოხს აიღებს და ესე ისვამს ხერხემალზე. მე გავედმე გივი კარგი ახლა მე და შენ კურს არაფერი აღარ ეშველება მეთქი მეუთხარ და უკაცრავად შეიძლება. აი ესე გამიკეთა უცებ პოდრუჩკი მეორე მხრიდან. და გადაკაჩათ უკან. წამომიკიდა ესეთ. ვაი ვიყვირე, მაგრამ ვერ მიხვდი რა იყო. სამი რჩევა ქალბატონი თამარისგან უკვე გვაქვს. ერთი რომ უნდა დაკავდნენ ადამიანები საყვარელი საქმიანობით, მეორე სიგარეტი არ უნდა მოწიონ და ბატონ გივი ბერიკაშვილს ახლოს არ უნდა გაეკაროთ. თორე შეიძლება მალა მოგტეხოთ. ქალბატონი თამარ ჩვენ ერთმა მაყურებელმა საინტერესო შეკითხვა დაგვისვა. მოდი მოვისმენოთ ეს შეკითხვა და გითხარით თქვენ თუ გეცნობათ ეს პრობლემა თუ არის ეს თქვენთვის? კი ბატონო. გამარჯობა ექიმებო, დედაჩემი 79 წლის არის, ბოლო წლებია ძალიან ხშირად ეცემა და ხან რას წყდება და ხან რა უზიანდება. რა შეიძლება იყოს ხშირი წაქცევის მიზეზი და არსებობს თუ არა რაიმე გამოსავალი? კეთინო 57 წლის. დიდი მადლობა კეთინოს პირველ რიგში შეკითხვისათვის. წაქცევა საერთოდ ასაკოვანი პაციენტების ძალიან ხშირი ჩივილია, ამიტომ მოდით ახლა იმ ადამიანებს, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, და ასევე მათი ოჯახის წევრებს ვასწავლოთ თუ რა უნდა გააკეთონ, რომ დაცემის რისკები მაქსიმალურად იყოს შემცირებული. ჩვენ ამაში ვისი დახმარება დაგვჭირდება თუ არა რომ ამ საქმის რეალური პროფესიონალის. გასაკვირველია. ვთხოვოთ მას სტუდიაში, მაშასე, ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი, ნევროლოგი, ბატონი გოგიტა გეგელაშვილი.
ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაზეც თქვენ უკვე შესავალში მოისმინეთ, ეს არის გერიატრია და კონკრეტულად ჩამოვაყალიბოთ რამოდენიმე პუნქტი, რითაც ჩვენ შეიძლება გავუმარტივოთ ცხოვრება ჩვენს მოხუცებს. რატომ ეცემიან მოხუცები ასე ხშირად? ხანდაზმულთა დაცემის რამოდენიმე ესეთი ხშირი მიზეზი არსებობს, ყველაზე გავრცელებული. ეს არის რკინის ნაკლებობა და ჰემოგლობინის დაბალი დონე. ასევე არის მხედველობის დაუშვათ შემცირება ან და სიბნელე. დაბალი წნევა, ცოტა სითხის მიღება, ვინაიდან ხანდაზმულ ადამიანებს წყურვილის გზნობა აქვს შემცირებული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სისუსტე დაუშვათ იგივე D ვიტამინის ნაკლებობა, კალციუმის ნაკლებობა და რაც მთავარია მედიკამენტების გადაჭარბებული მიღება. მოდით უფრო დეტალურად ავხსნათ ეს ყველაფერი. მაშ ასე, რა არის ნომერ პირველი იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ის ტრამვა, რომელსაც მოყვება ხოლმე მოტეხილობები და სხვა დაზიანებები. რა უნდა მიიღოს ასაკოვანმა ადამიანმა, ან რატომ არ უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით მედიკამენტი? მედიკამენტები არის ზოგჯერ საჩოთირო მედიკამენტები ქვია, რომელსაც ძალიან ხშირად ჭირდება გადამოწმება დოზას. ამისთვის კი საჭიროა ექიმთან კომუნიკაცია. მუდმივით. ზოგჯერ ეს არის ერთი მისაღები დოზა. ვინაიდან ასაკთან ერთად ცოტა ყველაფერი აწუხებს ადამიანს. საქართველოში არის ძალიან მიღებული ბევრი მედიკამენტის დანიშვნა და მათ შორის უეფექტო მედიკამენტები. უეფექტო წამლის მიღება არ შეიძლება. ვინაიდან ის საბოლოოდ თუ არ გაძლევს სარგებელს, ის ბუბნებს აუცილებლად, იმიტომ რომ ზედმეტი ტვირთი. ხალბატონო თამარ, რამდენად ნაცნობია ასეთი რაოდენობის წამლები? ან როგორ გაქვთ დაყოფილი გაქვთ რაიმე ჭურჭელში გაქვთ შენახული? გიტამარა ძალიან კარგად თქვა. მე კონტეინერი მაქვს, სადაც როცა მაძლევს ერთი ექიმი 10 წამალს, ის 5-ის, 6 მე კონტეინერში მიწყობს ჩემი შვილიშვილი, რომ აი ესე დავლიოდა წამლებმა რომ მაწყინა, ეს ნამდვილად ვიცი. ზუსტად მაგაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ. კი, დამისივდა ფეხი. მოკლედ, ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა ვთქვათ და გავითვალისწინოთ თქვენი რჩევა იმის შესახებ, რომ არა ბევრ მედიკამენტს. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ხანდაზმული ადამიანი, როგორ უნდა მოხდეს სწორად შერჩევა მედიკამენტების. ჩვენ პრაქტიკაში ყოფილა, როდესაც ერთი და იგივე ჯგუფის სხვადასხვა დასახელების პრეპარატი ყოფილა დანიშნული და ადამიანი სვამდა ორ ერთი და იგივე წამალს, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ ჭირდებოდა შეიძლება არც ერთი და არც მეორე. ასაკთან ერთად დოზა მცირდება. ანუ გერიატრიას და პედიატრიას აქვს პატარა დოზები. საშუალო ადამიანზე გათვლილი დოზები, რასაც ჩვენ მიჩვეულობთ. უკვე მავნია და ტოქსინია. ვინაიდან ჯერეთი თირკმელი ცოტა გაზარმასებული აქვს ასაკოვან ადამიანს. წამალი გვიან გამოიყოფა. შეიძლება იყოს წნევის წამალი და დაუშვათ გულის სამგორნალო წამალი. და ამ დროს ორივეს კონდეს მომადუნებელი ეფექტი, რომელიც წაქცევას ხელს უწყობს. ასაკოვანი ადამიანები პირდაპირ ითხოვენ, მომეცი ტვინის კვებავის საშუალება. არ არსებობს ტვინის კვებავის საშუალება. ტვინის კვება არის კარგი კვება, კარგი ჟანგბადის მიტანა. ჟანგბადი რომ მიტანოს ადამიანმა უნდა დალიოთ წყალი, თუ ესე გვიყვარს ბებო, უნდა მივაწოდოთ ხოლმე ხშირად წყალის. ხალბატონო თამარ მირთვის. მოუჯეროთ ექიმს. თუ მაგალითად ჩვეულებრივ ასაკში, უიმე, თავბრო დამეხვა. უცბად ექიმი ეძებს, რატო შეიძლება დაეხვას თავბრო. აი, როდესაც ასაკოვანი ადამიანი იტყვის თავბრო დამეხვა, ფიქრობს, ფარისებრი ჯირკვლის რამე პრობლემა ხო არ არის, რკინის დეფიციტი ხო არ არის, დაბალი წნევა ხომ არ არის, ზედმეტ წამალს ხო არ იღებს, ვიტამინები ხომ არ აკლია, კუჭნაძლავის პრობლემა ხომ არ არის. ანუ თუ ჩვეულებრივად ექიმი ბევრი სიმპტომების კრიბავს და ერთ სინდრომს ღებულობს, რომელიც მე ავატყობობად იქცევა ან და არ იქცევა, ამ შემთხვევაში როდესაც წამოწდება ხანდაზმულ ადამიანს რაღაც თავი მილაყლაყებს, ბევრი რაღაცა უნდა მოხდეს. ამიტომ ჩვენთან ინსტიტუტში არის ექიმები შემოეხვევიან პაციენტს და ყველა თავის სისტემას ნახულობს. ვინაიდან ის მოვიდა ნევროლოგთან, მაგრამ ნახულობს ენდოკრინოლოგიც, თერაპევტიც, კარდიოლოგიც, კომპლექსური მიდგომა როგორც უნდა იყოს. ვინაიდან მას აწუხებს სიმპტომი, მაგრამ მახო არის ის ჩუმად რა არის ჩასაფრებული. მე როგორც მივხვდი, ეს ინფორმაცია, რომელიც თქვენთან ინსტიტუტში ესე იკრიბება, ერთ ექიმთან იყრის თავს და მე ხდება ზუსტი მიმართულების მიცემა კონკრეტული პაციენტისათვის თუ როგორ შეირჩეს მისთვის მედიკამენტი, რა დოზით, რა პათოლოგიებია, რომელ ორგანოს უნდა მიექცეს ყურადღება. ჩემი წნევა არის 120/70-ზე. ყოველთვის ვისინჭა, ვისი არ წვედი, რეჟიმია. გავიზო მეწნევა, მაგრამ 150, ნუ სადღაც 70-ზე თუ რაღაცა. გავიდა დრო და ახლა ფიქრობ, რომ დავწვევი, მაგრამ გადავამოწმო. დაიწია თუ არა? და რას ვხედავ? არის 170. არ დაიწია და დავლიე 192-ზე ავიდა. რას სვამ? წნევის დამწევ საშუალებას, ჰიპოთეზურ საშუალებას და აი მესამედ მომივიდა. აი ზუსტად მე მგონი ეს ის შემთხვევა, როცა მედიკამენტი არაფერ პირდაპირ არ უკუ მექანიზმი და იზოლირებული ვიყავი, გამომეძახა სასწრაფო. ყველაზე მეტად როდესაც ცრუ მომატება არის წნევის, ეს არის მანჟეტის ეფექტი.
ანუ ტკივილი, რომელიც ადამიანს აქვს ხოლმე. შეიძლება დავუშვათ კანის ნაოჭი მოყვეს მანჟეტში და ტკივილმა მოუმატოს 20 თავისუფლად, შეიძლება 20 ზედმეტი აჩვენოს ამან. საერთოდ ჩვენ გვაქვს აქ ტონომეტრი და რა პრინციპია ის ძირითადი. მე ვიცი რომ ორჯერ უნდა გაიზომოს წნევა და მაჩვენებელია. რატო სამჯერ და ოთხჯერაც არა? აი როგორ არის? სტომილება ყველა შეიძლება ქონდეს. ამიტომ პერიოდულად უნდა გადამოწმდეს. და რაც თავარია, უნდა გასწორდეს ის არის, 0-ზე უნდა იდგეს. აი ეს როდესაც ჩვენ ვხედავთ ისას, უნდა იყოს განულებული. მანჟეტი არ უნდა იყოს ბავშვის. ხელის მტევანზე მეტი უნდა იყოს ცოტა. სახსრის ოდნავ ზევით დამთავრდეს. ანუ არ უნდა დაგვეზაროს გახთა. შემდეგ უნდა ვიცოდეთ, რომ წნევა ეს არის მოსვენების წნევა. ადამიანს შეიძლება ეჩქარება სამსახურში წასვლა, უცბად მიიღებს შხამს, ყავას სვამს და თან იზომავს წნევას. მაღალი ექნება, აბარა, ეს არ არის ნამდვილი წნევა. ის წნევა, რომელსაც ეძახიან ეგრეთ წოდებულ კოსმონავტის წნევას, ეს არის მოსვენებულ მდგომარეობაში, ნახევრად წოლიარე მდგომარეობაში. არა რომ გვიჭერდეს მანჟეტი ძალიან, მე ჯობია დავიცადოთ. როდესაც დაიწყებს მოწესრიგებას და უკვე დაბლისკენ დაიწყებს ჩამოსვლას, მაშინ დავსვათ. ეს უკვე ნიშნავს, რომ მანჟეტის ეფექტიდან გავედით. ყვება არის მნიშვნელოვანი ხანდაზმულებში. აქ გვაქვს ყველა ის საკვები, მაგალითად, წარმოდგენი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ხანდაზმული პაციენტებისათვის. ეს არის მაგალითად ციტრუსი, რომელსაც ბუნებრივია დიდი რაოდენობით მიღება არ არის რეკომენდებული, თუმცა რაღაცა რაოდენობით ძალიან სასარგებლოა. ეს არის მაგალითად ნუში. ძალიან კარგი. ეს არის ყველი, თევზის პროდუქტები. ეს არის სოკო, ხაჭო და მაწონი და კვერცხი. ასევე მწვანილი თავისი შემადგენლობით ძალიან სასარგებლოა კუჭნაწლავის მოქმედებისათვის და რძის პროდუქტები, როგორც ვთქვით, ხაჭო, მაწონი და თუნდაც რძე. კალციუმი დიდარი მხარე, კი ბატონო. D ვიტამინი დიდარი. D ვიტამინიც აქეთ და შუაში D ვიტამინიც არის და კალციუმიც არის. ჩვენ აი ეს აბები უნდა გადავყაროთ, მიუხედავად სოკოებას. ცოტა ქიმია და მეტი ბუნებრივი პროდუქტები. და აგრეთვე კიდევ გავუსვათ ხაზი თქვენ ბრძანეთ ამის შესახებ, ეს არის მხედველობა, რომელიც მნიშვნელოვანია და დასარეგულირებელია სათვალით იქნება ის თუ სამედიცინო პროცედურით ასაკოვან პაციენტებში და დიდი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს მულაჟისთვის, რაც ჩვენ ახლა აქ წარმოდგენილი გვაქვს და ეს არის ფეხსაცმელი. ძალიან ხშირად არის ფეხსაცმლის არასწორი მორგება ან იმლანჩიანი ფეხსაცმლის ტარება, რომელიც სრიალებს ან მაღალი ქუსლი აქვს და ასაკოვან პაციენტებს, ადამიანებს ძალიან უჭირთ ამ ყველაფრით სიარული და გადაადგილება. ამიტომ მე როგორც გიყურებთ თქვენ რბილ ძირიანი ფეხსაცმელი გაცვიათ და თავისუფლად დადიხართ. საერთოდ უფრო პრესტიჟულია ბუნებრივი ლანჩა, მაგრამ ბუნებრივი ლანჩა წვეთის მოხვედრისთანავე უკვე სრიალს იწყება. ამიტომ რეზინის ფეხსაცმელი განსაკუთრებით ადამიანებს, რომელთაც დაცემის მაღალი რისკი, აუცილებლად ლანჩა უნდა და მე ქუჩაზე გადასვლის დროს კიდე ახალგაზრდებსაც უნდა ვთხოვოთ რა. როდესაც ხანდაზმულ ადამიანს დაინახავენ, უნდა გქონდეთ ინსტინქტი, აუცილებლობა, სურვილი, რათა ხარი დავიჯ განსაკუთრებით ტროტუარიდან ჩამოსვლის ადგილას. ანუ ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ძალიან საინტერესოდ, ქალბატონ თამარ, ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისათვის. თქვენ დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან ემოციურად და ენერგიულად და რაც თავარი აკადემიურად მოყევით ეს ყველაფერი. ქალბატონ თამარ, ვემშვიდობებით. ჩვენ კი რამოდენიმე რეკომენდაცია კიდევ დაგვრჩათ თქვენთვის მოსაცემად. ცოტა ხანში ექიმებში ადამიანი, რომელმაც სიმსივნეს ბრძოლა გამოუცხადა. ესეთი გაუსაძისით კედელზე დავდიოდი მართლა. ის რჩევები, რომლებიც ახლა მოვისმინეთ, ძალიან გამოგადგებათ, მაგრამ ჩვენ სტუდიაში დავპატიჟეთ ისეთი ადამიანების, რომლებიც თავიანთი ასაკის კვალობაზე წარმოუდგენლად კარგად გამოიყურებიან და ისეთ აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, რომ ნამდვილად ბევრ ახალგაზრდა შეჟურდება. ჩვენ გვინდა, რომ მათ თხოვოთ გაგვიზიარონ თავიანთი პირადი გამოცდილება. ერთ-ერთი მათგანი სხვათა შორის ბატონი გოგიტას პაციენტია. პრინციპში პაციენტი უკვე აღარ ეთქმის, იმიტომ რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს და ექიმი რეალურად არ ჭირდება. ეს არის ქალბატონი ლუიზა ირემაშვილი. გამარჯობათ, მოგესალმებით ქალბატონი ლუიზა. მოგვიყევით, რა გაწუხებდათ, როცა ჯანმრთელობის ინსტიტუტში მიბრძანდით და ეხლა როგორ გრძნობთ თავს? ძალიან კვეთრი ტკივილები ნეკნების ქვეშ, გაუსაძლისი. მქონდა 37 და 3 სიცხე. როგორი იყო ჩემი მოლოდინი? როცა მივდიოდი ბატონ გოგიტა, რა უნდა მიშველოს ახლა? ვერავინ ვერ მიშველა, მაგრამ რა უნდა მიშველოს? და შეხვდი ადამიანს, რომლის ღიმილმა მაშინვე განწყობა ამიმაღლა. როგორ გაუგრი მეთაზე? მივედი ძალიან გულგატეხილი და წამოვედი აღფრთოვანებული. მე მომეცა ისევ აზროვნების საშუალება და ჩემი შვილებიც დარწმუნდნენ, რომ თუ ჩემს შვილს ჭირდები,
სიკვდილს შევეჭიდები. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოგიტა ასეთი კურნალობისათვის. ჩვენ შემდეგი გმირი არის ბატონი აბესალომი, თქვენს ხელმარცხი ბრძანდება. ბატონო აბესალომი, მე ვარ თქვენი თაღთოვანებული. ბატონი აბესალომი არის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ლექტორი. ის დღემდე სტუდენტებს უკითხავს ლექციებს. რამდენი წლის ბრძანდებით ბატონო აბესალომი? გასული წლის 16 სექტემბერს შევსრულდი 88 წლის. აუ. და მოკლედ გითხარით თქვენი საიდუმლო როგორ გამოიყურებით ასე კარგად? მე არავითარი საიდუმლება არ მაქვს. და არც ვიცი მე არაფერი საიდუმლება. მეწეოდი ყოველთვის მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ჯანსაღ შრომითი მოღვაწეობას. ეს ერთი. მუშაობდი პონდეურობაში, წემსი ვიყავი, თაში ვიყავი, სხვას დავდებდი, ძროხას დავდებდი. დავამთავრე საშუალო სკოლა, ინსტიტუტი დავამთავრე. მუშაობდი ბაქოში, ერევანში, მოსკოვში. მუშაობდი თბილისის მეტროპოლიტენის შემოვლაზე პირველ დღიდან. ესე იგი თქვენ თბილისის მეტროს ლეგენდა ბრძანდებით რეალურად. თბილისის მეტროს ვეტერანი ვარ შემოვიდა. ერთი ჩემი რა ერო 16 წლის ასაკიდან ყოველ დღე დილას 8 საათამდე, 9 საათამდე ვატარებ ვარჯიშს. არ ვიწევი, ნასვამი, თრვალი, არ უნახევარ არც ჩემ დედას, არც მამას, არც მეუღლეს, არც სამხარაკს, არც არავის. ჩუმად სვამთ? სვამთ, მაგრამ ფასიმთონ არ მეტყობამ. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთი ადამიანი უნდა გავიცნოთ, ქალბატონი ეთერი, გთხოვთ მიესალმოთ. ქალბატონი ეთერი, გითხარით თქვენი ასაკი და გითხარით როგორ შეინარჩუნეთ ასეთი კარგი ფორმა. ჩემი ასაკი ახლავს 86 წელი. ლამაზი სტუდენტობა მქონდა, მე შესანიშნავი თანამედროვე ცხოვრება მქონდა, მეუღლე შესანიშნავი მყავდა, მოგზაურობდი. დღეს მე ძალიან მძიმე დაავადება მაქვს, ეს არის დიაბეტი, 4 წელია სულ, მაგრამ არ მეშინია. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ გაახანგრძლივო სიცოცხლე. ეხლა ვნახეთ, რომ მე აუცილებლად მჭირდება ინგლისური. 86 წლის ასაკში დავიწყე ინგლისური ენის შესწავლა და შესანიშნავად ვითვისებ. Bravo. Bravo. So, thank you very much for coming to our show. დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ჩვენ არაჩვეულებრივ სტუმრებს და ისევ ბატონ გოგიტასთან გადავიდეთ, რომ შევაჯამოთ მთელი ეს ინფორმაცია, რაზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ. იმისთვის, რომ ხანდაზმულ ადამიანებს ეს რჩევები არ დაავიწყდეთ, თქვენ მოგვიმზადეთ ძალიან კარგი ბანერი და ძალიან გთხოვთ, ძალიან მოკლედ რჩევების სახით გავაცნოთ რა არის ეს ბანერი ჩვენს მაყურებელს. ანუ მოხუცი ესე იკითხება ძლიერი წამლები, ეგრეთ წოდებული ძალიან ძლიერ მოქმედი წამლები, უნდა ძალიან ფრთხილად ვიყოთ და მოვერიდოთ. ყველა ექიმის შეხებაზე უნდა ცდილობდეს გაამარტივოს დანიშნულება, უნდა იყოს შესრულებაზე კონტროლი. ზუსტად ის გააკეთა, თუ ექიმი ფიქრობს ესე წერს და მე ზოგის ხელს ვერ არჩევს პაციენტი. ბევრი სითხის მიღება აუცილებელია. დოზები რაც შეიძლება ცოტა უნდა იყოს ასაკში და როდესაც რაღაცა მოხდება, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, ჩემი ბრალი ხო არა ექიმის მიერ, ჩემი დანიშნული წამლის ბრალი არ არის, ან სხვისი. ანუ ეს არის ის ფორმულა, რომელსაც მოხუცებს გაუხანგრძლივებთ სიცოცხლეს. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. შესანიშნავი რჩევები იყო. დასწავლეთ ტელემაყურებელი ამას იმედია დაიხსომებს. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის და ჩვენ კი რა თქმა უნდა ყველა ჩვენ ხანდაზმულ მაყურებელს ვუსურვებთ ჯანმრთელობას ახალ 2016 წელს და კიდევ დიდხანს. ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოების მონაჟი მიჭირავს ახლა მე ხელში. ეს არის საშვილოსნო და საკვერცხეები. სწორედ ეს წარმოადგენს ქალის რეპროდუქციულ სისტემას. მათ გარეშე ჩვენ ადამიანები ვერ გამრავლდებოდით. როგორც ხედავთ, საკვერცხეები საშვილოსნოს ორივე მხარეს არის განთავსებული, წყვილი ორგანოა და მათი დანიშნულებაა, რომ გამოიმუშავონ სასქესო ჰორმონები და ასევე ყოველთვიურად მოამწიფონ კვერცხუჯრედები. ნინო, ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც კალი ჯანმრთელია და ყველაფერი რიგზე აქვს. თუმცა სამწუხაროდ არსებობს ერთი ძალიან გავრცელებული მომაკვდინებელი დაავადება, რომელსაც საკვერცხის სიმსივნე ეწოდება. ეს არის სწორედ ის სიმსივნე, რომელიც რეპროდუქციული სისტემის სხვა სიმსივნეებთან შედარებით ყველაზე მეტ ქალს კლავს მსოფლიოში. სამწუხაროდ მართალია, საკვერცხის სიმსივნე საკმაოდ გავრცელებული პათოლოგია. თუ როგორ ხდება მისი განვითარება, ახლა მოკლედ დავხსნათ. საკვერცხეები, ისევე როგორც სხვა ორგანოები ჩვენს ორგანიზმში, შედგება უჯრედებისაგან, რომლებიც განიცდიან მუდმივად ცვლის პროცესს, ანუ ძველი უჯრედები კვდებიან და მათ ადგილას ახალი უჯრედები წარმოიქმნება. ჩვეულებრივ ჩვენმა უჯრედებმა ზუსტად იციან, თუ როგორ უნდა გაიზარდონ, როდის უნდა გაიზარდონ და როდის უნდა მოკვდნენ. სიმსივნე ჩნდება მაშინ, როდესაც უჯრედების ზრდისა და კვდომის მოწესრიგებული პროცესი ირღვევა და უჯრედები იწყებენ უკონტროლოდ ზრდას და გამრავლებას. როცა ასეთი რამ ხდება, მაშინ საკვერცხის ზედაპირზე ან მის შიგნით წარმოიქმნება სიმსივნე. სიმსივნე შესაძლოა იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი, სწორედ ავთვისებიან სიმსივნეს ეწოდება კიბო.
ყველაზე ცუდი სიმსივნეში ის არის, რომ მას ახლავს სხვა ორგანოებზე გავრცელების მაღალი რისკი, ამ პროცესს ქვია მეტასტაზების გავრცელება. საკვერცხების სიმსივნე შეუძლია მეტასტაზების სამი გზით გავრცელება. პირველ შემთხვევაში სიმსივნე იზრდება იმ ზომამდე, რომ ახლომდებარე ორგანოებში შეჭრას ახერხებს. მეორე შემთხვევაში ცალკეული სიმსივნური უჯრედები მოწყდებიან საკვერცხის სიმსივნეს და გადაინერგებიან ახლომდებარე ორგანოებში. ხოლო მესამე შემთხვევაში სიმსივნური უჯრედები გადაადგილდებიან ლიმფური სისტემის მეშვეობით და სხვა ორგანოებს მოედებიან. სამწუხაროდ საკვერცხის სიმსივნის აღმოჩენა და დიაგნოსტირება მარტივი არ არის, ამიტომ ნინო ჩამოგითვლით ყველა იმ სიმპტომს, თუნდაც უმნიშვნელოს, რომელიც საკვერცხის სიმსივნეზე შეიძლება მიანიშნებდეს. ხშირად საკვერცხების სიმსივნის დროს ქალს აი ამ ადგილას უჩნდება მუცლის შებერილობის განცდა. ადამიანს შესაძლოა გაეზარდოს მუცლის გარშემოწერილობა და ისეთი გრძნობა ჰქონდეს, თითქოს ტანსაცმელში ვეღარ ეტევა და გასუქდა. ზოგიერთი ქალბატონი მოდის და მართლაც ამბობს, რომ აი გავსუქდი, მუცელი გამეზარდა. ამ ადგილებში შესაძლოა ტკივილისა და ზეწოლის შეგრძნებაც კი გაუჩნდეს. ასევე მუცლის ქვედა ნაწილებში. ასევე შესაძლოა გაუჭირდეს ჭამა ან ნაადრევად განიცადოს სიმაცხრის შეგრძნება. გაგიკვირდება და მუცლიდან გამოწვეული სიმპტომატიკა, აი აქაც მკერჩის კი შეიძლება იგრძნობოდეს და ქონდეს დისკომფორტი, მოდი თითქოს გულზე ადგას რაღაც. ასევე შესაძლებელია იყოს დისკომფორტი შარდის ბუშთან, იმიტომ რომ საკვერცხეები მასთან ძალიან ახლოს მდებარეობს და საკვერცხებში ქსოვილების უკონტროლო ზრდა და ამ მასის ზეწოლა შემდგომ შარდის ბუშზე აჩენს ხშირი მოშარდის სურვილს. საკვერცხის სიმსივნემ შესაძლოა მენსტრუალური ციკლი გახადოს ძლიერ მტკივნეული და ასევე გამოიწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევაც სისხლდენების სახით. ასევე შესაძლოა იყოს მუცლის შებერილობის შეგრძნება ქრონიკულად. თითქოს ნაწლავის გაბერვის სიმპტომსაც გავს. ეს სიმპტომები ქალბატონმა შესაძლოა იგრძნოს სხვა დროსაც და მას სიმსივნესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდეს, სწორედ ამიტომაა საკვერცხის სიმსივნის ამოცნობა ასეთი რთული. მე მინდა დღეს ერთი ძალიან ძლიერი ადამიანი გაგაცნოთ, რომელსაც ცოტა ხნის წინ სწორედ საკვერცხის სიმსივნის მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ეს არის უნიჭიერესი მუსიკოსი თამუნა ბაბილია. თამუნა გამოსვლა. დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან. მე ხალხს შემოგთავაზებ და მოგვიყევი შენი ისტორია. წლის 30 მარტს მომცა დაბალი ტემპერატურა, მქონდა წელის ტკივილი და ძლიერი უფლიანობა. ნუ თავიდან ვიფიქრე, რომ ალბათ ფილტვების ანთება მქონდა. წავედი მექიმთან. მითხრეს, რომ მარცხენა საკვერცხეზე მაქვს წანაზარდი დაახლოებით 17 სანტიმეტრი. შემდეგ ექიმმა მითხრა, რომ უნდა გამეკეთებინა ონკოტესტი, რომელიც საერთოდ არ ვიცოდი რა იყო, უბრალოდ მეგონა ჩვეულებრივი ანალიზი. როცა მივედი პასუხების გასაგებად, ექიმმა დამისვა ესეთი კითხვა, რომ მარტო ხარო მოსული თუ მეგობრებთან ერთადო. და მაშინ მივხვდი, რომ ანუ ესე კარგად არ იყო საქმე. აღმოჩნდა, რომ იყო ავთვისებიანი სწრაფად ზრდადი სიმსივნე. რო გავაცნობიერე, რომ მქონდა სიმსივნე, ერთი კვირის განმავლობაში საერთოდ რასაც მილაპარაკებდი არ მისმოდა, უბრალოდ მისმოდა რაღაცა, რომ იქ მოჩქარა ფული შევაგროვოთ, რაღაცა ესა, დავეხმაროთ, რაღაცა ეს. არაფერი, საერთოდ ანუ რეაგირება არ მქონდა. შენ სიუჟეტში ბრძანე, რომ დიაგნოზის გაგების შემდეგ დიდი ხანი დაგჭირდა იმის გასააზრებლად, რომ შენ მართლა ასეთი მძიმე დაავადების წინაშე დადექი. როგორი იყო შენი პირველი ემოცია, როდესაც გაიგე, რომ საკვერცხის კიბო გაქვს? ნუ თავიდან ბუნებრივია, ანუ ფიქრობ, რომ ანუ რატო მაინც მე, ანუ რატო დამემართა ეს, რა გამომეპარა, ან რა შეცდომა დაუშვი. ან რით დავიმსახურე, რაღაცთან ცოტა გაბრაზებულიც ხარ. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ შვილი რაც გავაჩინე, მაგის შემდეგ დაახლოებით ან 6 წელი არ ყოფილვარ ექიმთან.
იმიტომ რომ რაღაც ანუ კარგად ვარ და რატომ უნდა მივიდეს. მე მგონი რაღაც ქართველებს სენი გვჭირს, რომ კარგად ვარ და არ მივალ ექიმთან. დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში რასაც მე ლაპარაკებოდან, აი ისეთ შოკში ვიყავი, რომ საერთოდ არაფერი არ მესმოდა. პასუხსაც ვერ ვცემდი, არც ტელეფონს არ ვპასუხობდი. ვერ ვიჯერებდი მართლა, იმიტომ რომ ანუ სიმპტომები ანუ ისეთი მქონდა, რომ ოფლიანობა, დაბალი ტემპერატურა და წელის ტკივილი. ნუ მუცელი მომატებული მქონდა, რა თქმა უნდა, სომაში და წყალი მქონდა 4 ლიტრა, როგორც აღმოჩნდა მერე. მე მეგონა რომ უბრალოდ წონაში მოვიმატე და ეს არ იყო რაღაც დაკავშირებული, ანუ სიმსივნე თუ იყო, ეხლა ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი რა. ამდენ ხანში გაიგე შენი პირველი სიმპტომებიდან, რომ ეს დიაგნოზი გაქვს? ნუ თავიდან მეგონა ფილტვების ანთება, იმიტომ რომ რაღაც ცოტა სუნთქვაც ისე იყო, რაღაც არასტაბილური, მივედი ექიმთან და აღმოჩნდა ეხოზე, რომ მაქვს მარცხენა საკურთხეზე წანაზარდი, რომელიც უკვე ძალიან დიდი ზომის იყო, 17 სანტიმეტრი და როცა უკვე ონკოტესტის გასაკეთებლად გამიშვეს კლინიკაში აღმოჩნდა, რომ ადამიანს, რომელსაც მეტასტაზებისთან ნორმა არის 35, მე მქონდა 3000, ანუ 70%, ანუ ამბობდნენ ექიმები, რომ გადარჩენის შანსი, ანუ მეოთხე სტადია მითხრეს რა. ანუ უფრო მეტი იყო იმის შანსი, რომ ვერ გადარჩებოდი, ვიდრე რომ გადარჩებოდი. რა თქმა უნდა. დედაჩემმა, რომელმაც გაიგო ეს ამბავი, უთქვიათ, რომ 6 თვე დარჩა და ანუ აზრი არ აქვს. სკონალობაზე რაღაც ძალიან ძიმე იყო მართლა. ფაქტიურად მკვდარი იყო ქალი, იმიტომ რომ 2 დღეში ანუ გაჭაღარავდა, თეთრი იყო. და შემდეგ უბრალოდ ჩემ თავში ვიპოვე ძალა, იმიტომ რომ ანუ მართლა არ მქონდა უფლება არც ჩემი შვილის წინაშე, ჩემი მეგობრების წინაშე, ჩემი საყვარელი ადამიანების წინაშე და უნდა ანუ გავიაზრე, რომ უბრალოდ უნდა მებრძოლა ამ დაავადებასთან და მებრძოლა ჩემი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მე როგორ გაგრძელდა ეს ყველაფერი? ჩემმა სამსახურებმა, ჩემმა მეგობრებმა დაიწყეს თანხის შეგროვება. 2 დღეში შეაგროვეს თანხა, წავედი სტამბოლში, კლინიკაში. გავიკეთე აბსოლუტურად ყველა გამოკვლევა. შემდეგ ჩამოვედი აქ და ქალბატონ ნინოს პაციენტი გახდით, გავიკეთე ოპერაცია. ამოკვეთეს საშვილოსნო საკვერცხეები. ნუ მეტასტაზები ბადექონზეც იყო გადასული, ბადექონი და პანაწლავით. და შემდეგ დავიწყეთ ქიმიოთერაპიის გაკეთება. ეს არის აი ოპერაცია, ანუ არაფერი არა მაგასთან შედარებით, იმიტომ რომ ქიმიოთერაპია არის ყველაზე ძნელი რაღაც. ქიმიოთერაპიის გაკეთების შემდეგ, ანუ ვიცოდი რომ რთული იყო რაღაცა, ამხელა დეპრესია, სტრესი ის რომ თმები გცვივა, არ წარბები არ გაქვს, არც წამწამები და თმები საერთოდ არ გაქვს. კომპლექსი იმის რომ ანუ გარეთ ვერ გადიხარ. ჩემ შემთხვევაში ნუ პარიკით გამოვდივარ გარეთ. და ტკივილი გაუსაძლისი ქიმიოთერაპიის გაკეთებიდან ზუსტად 2 საათის შემდეგ ეს არის გაუსაძლისი ტკივილი ძვლების. ნუ მეგონა რომ ვიღაცა აი ხეხავდა ძვლებს. გამაყუჩებელი, რომელიც ექიმა გამომიწერა, არ დავლიე მე. საღამოს ისე იყო რომ ვიკეთებდი ნაუშნიკებს. გარეთ ვსეირნობდი და 24 საათი უკრავდი ან ვუსმენდი მუსიკას. ხომ ესეთი მომენტი, როცა იფიქრე, რომ ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლებდი? მქონია მე-6 კურსი ქიმია როცა გავიკეთე, ვფიქრობდი რომ მეთქი ხა მოვკვდები და ანუ მირჩივნე რომ მართლა მომკვდარიყავი ისეთი გაუსაძლისი კედელზე დავდიოდი მართლა. მაგრამ ყველაფერი გადავიტანე
კი, ნამდვილად ჩემი ძალით რომ მე შევებრძოლები ამ დაავადებას და მე გავიმარჯვებ. რო გაიმარჯვე, როდის დადგინდა და როდის მიხდი გითხარი. არასოდეს არ დამიჯერებია, ნუ პირველი ერთი კვირა ძალიან რთული იყო ჩემთვის, მაგრამ შემდეგ შემთხვევაში უკვე ზალა და არ დამიჯერებია ის, რომ მე მაქვს ეხა კიბო და მოვკვდები, ან რაღაცა უბრალოდ ამას ვერ ვიზამდი და არ ვიზამდი. მინდა რომ ჩემს მეგობრებს მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ რო არა მათი მატერიალური და მორალური დახმარება და ეს არ ვიცი სად ვიქნებოდი. მკურნალობა როგორ მიმდინარეობს დაასრულე ხა მკურნალობა თუ კიდევ დაგჭა წინ? მოკლედ ოპერაციის შემდეგ გავიკეთე 6 კურსი ქიმიოთერაპია და ბოლო მონაცემების მიხედვით, ანუ 28 დეკემბერს გავიკეთე ანალიზები. ჩემი ონკომარკერი არის განულებული. სახალხო საჩუქრა. კი. ნინო ეს რას ნიშნავს? როდესაც 28 დეკემბერს გაიკეთა ამონამ და ონკომარკერებმა ნულებია ჩვენამ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბრძოლა შედეგიანი იყო, ეხა სიმსივნე გვაქვს ნულოვან სტადიაზე, ესე ვთქვათ. ხარმა რემისიაშია და მე იმედი მაქვს, რომ ესევე გაგრძელდება, ის დაკვირვების ქვეშ იქნება, რა თქმა უნდა, პერიოდულად ჩაიტარებს კვლევებს, საჭირო ანალიზებს და თუ ეს შედეგი შევინარჩუნებთ რამოდენიმე წელი, ესე იგი ჩვენ არასოდეს სიმსივნე არ რაც თავარია ის დაუკრავს და იმღერებს. ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, რა გეგმები გაქვს, რა საპირებ მომავალში. დაახლოებით 1 წელია ვემზადები გინესის რეკორდისთვის, სადაც ანუ 25 საათი უნდა დაუკრავ ფორტეპიანოზე. 25 საათი? შეუსვენებ. ხელები მაჩვენ ერთის. როგორ არიან თითები? კარგად. და 25 საათი რა არის? 25 საათი ფორტეპიანოზე და რამდენი აქვს დაკრული? სულ არ უნდა დაისვენო თუ როგორ იქნება? ანუ დასვენების უფლება გაქვს 3 წუთი, ან შეგიძლია მინერალური წყალი დალიო და 22 საათი და 10 წუთი არის. და უნდა აუცილებლად გადააჭარბო რაღაცა 2 საათი, 3 საათი. მე შემეძლო რომ 22 საათი და 15 წუთიც მაგრამ მიზნად დაისახე უფრო მეტი რომ დიდი ხანი შენარჩუნდეს ეს რეკორდი. 475 კლასიკური ნაწარმოები, აქედან 6 კონცერტი. ვაუ! 475 კლასიკური 15? ჩვენ აუცილებლად დავაკვირდებით ამ ამბავს, ჩვენს მოგისმენთ სიამოვნებით, ჩვენი მორიგეობით. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ შენ აუცილებლად გახდები გინესის რეკორდსმენი, შენი ონკომარკერი მთელი ცხოვრება იქნება 0, შენ მიაღწევ ყველა იმ მიზანს, რაც უნდა ცხოვრებაში შეასრულო და რისთვისაც ხარ მოწოდებული და შენ იმსახურებ ძალიან მაგარ აპლოდისმენტებს შენი ბრძოლისთვის და იმ მაგალითისთვის, რაც ახლა ხარ მთელი საზოგადოებისთვის. ძალიან მაგარი გიხართ. ახლა კი აქედან ისე ვერ გაგიშვებთ, რომ პატარა შეგამზადოთ გინესის რეკორდების. მაშასე სპეციალურად ექიმების მაყურებლისთვის უკრავს თამუნა ბაბილოა. ექიმები კი ერთი კვირით გემშვიდობებით. ნახვამდის. I'm gonna make a change for once in my life. Gonna feel real good. Gonna make a difference. Gonna make it right. I summer disregard somebody's broken heart, and I want being soul to follow each other on the window door. 'Cause I got